Ეხლა რისი მოგვარებაც გინდათ და ისურვებდით რომ მოგვარდეს. თუნდაც თქვენ სოფელში, ქუჩაზე, ქვეყანაში მოგვარება. ყველაფერი მინდა, ყველაფრის მოგვარება. მაგალითად, ახლა პროდუქტები ძალიან ძვირია პროდუქტები. და რა ვიცი, ცოტა ვიჭირს ცოტა ხალხს. მატერიალურად, ხო? მატერიალურადაც ვიჭირს. თვითონ ხალხიც ახლა მე რომ მუშაობ, ხო ვიჭირს ძალიან კაპიკებზე არიან თითქმის დასული, ისე რამეს რო შესავარზე ვერ ყიდულობენ. ყველას ვიჭირს. ახლა ჩემმა მახლო ვინც კი გაეულია და იგი რატომ ვიჭირთ? დასაქმებულები არ არიან თუ ხელფასია დაბალი? რა არის და ისა პენსია არ ყოფნის, მარტო პენსიაზე ვარო, ბევრი ასეც უწუნებს, ზოგი ავადმყოფი ყავს, ზოგს რაღაცა და ძალიან უჭერთ. დასაქმება რა თქმა უნდა და ინფრასტრუქტურა ისეა თუ ისე მოგვარებულია მაინც ვერ ვიტყვით ვერაფერს. ამის დასაქმება აუცილებელია. კარგიან იცი, მაგრამ მე მგონია მაინც რომ ზარმაცები არიან და არ უნდათ. მიდიან და იქ ნახულობენ რამხელა შვილი მყავს საზღვარგარეთ 2. დალოცავს ჩვენ ქვეყანასო აი ესე ამბობენ. იქ ჩასულები. დალო არ ვიცი თუ ვერ ვაფასებთ როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ. სიმშვიდე და სიწყნარე გვინდა. ასაკში ვარ და გვინდა რომ შვიდ ქვეყანაში ვიცხოვროთ. არ იყოს ამდენი ქაოსი. ამ ხრი პრობლემა არის, ფიქრობთ? პრობლემა ყველასთვის, მარტო ჩვენთვის კი არა, ყველასთვისაა პრობლემა. რატომ არ გვინდა ყველა რომ შვიდად ვიცხოვროთ? ყველაფერს გულისხმობს, სულ ყველაფერი ერთიანად რაღაცა ისე ქვეყანა გაყოფილი. მე მინდა ერთად ვიყოთ ყველა და ვიზროთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე. ამიტომ ჩვენ საოცარი კარგი თაობა მოდის ახალგაზრდები და მინდა ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრონ. როგორც ხო, ჩვენ ძველი თაობა ვართ და კი იტყვი კომუნისტებიო და რაღაცა, მაგრამ იცით რა არის, მაშინ რაღაცა ბევრი საზრუნავი ქონდა, ბევრი პრობლემები ქონდა, მაგრამ რაღაცა ერთ ვაბარებდით ხო და ეხლა სულ ყველა არის ახალგაზრდებით აფორიაქებული, გარბიან, გამორბიან რაღაცა რა უნდა მეც არ ვიცი და ვიცი რა უნდა ყველა რაღაცა გვინდა, პენსია გვინდა მაღალი. კარგად რომ ვიცხოვროთ ნორმალურად. ოფერ მამაჩი გზა არის ძალიან სულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით კაპროვანს ეძახიან იმ ადგილს. თავარია ეს მოგვარდეს და დანარჩენს ეშველება. რა სჭირს გზას, როგორია? გრუნტია და ის არის რა. ოღროჯოღრო. დიახ. სხვა არაფერს არ ვთხოვ, დიდი მადლობა ყველას. წყალი არ გვაქვს. სად? კონჯგათი. ეხლა თუ გაგვიგეთებიან, კარგი იქნება და ისე ჭირს წყალი არ გვაქვს. და გზა გვაქვს, გაზი გვაქვს, თენი გვაქვს, წყალი გვაქვს. ძალიან კარგი, მაგრამ აი რა გინდათ კიდევ დამატებით რომ ვთქვათ? ბევრი რაღაცები. დასაქმების ამბავი, სხვა რა. ახალგაზრდები დასაქმება და დაკავდება, კარგი იქნება. მადლობა. თოფელს დაკავდება. მე არიან სამუშაო და თუ და ადგილზე ისე შეიქმნება რომ რაღაცა დაკავდებიან და კარგი იქნება.